მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ამ ვიდეოში დაგაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება გავაკეთოთ persistence განყოფილება პროგრამების გამოყენების გარეშე, მხოლოდ Linux ბრძანებების დახმარებით. LSB ბრძანებით ვუყურებთ ჩვენი ფლეშკის დასახელებას. Ჩემ შემთხვევაში ეს არის SDC 14 GB-იანი, რომელზეც თქვენ ხედავთ ორ განყოფილებას. ასევე არის 11 GB-იანი განყოფილება, რომელიც არ არის გამოყენებული. მის დასანიშნად წერთ CF disks, სუდეს გამოყენებით. შემდეგ გაიმეოროთ ის, რასაც მე ვაკეთებ. შემდეგი ბრძანებები უნდა იყოს გაწერილი root მომხმარებლის მიერ. ჩვენ ახალ შექმნილ parts ვაფორმატებთ ext3 ფორმატში. MNT დირექტორიაში ვქმნით ახალ დირექტორიას, რომელშიც იქნება მონტირებული ჩვენი SDC3. შემდეგი ბრძანებით ვქმნით კონფიგურაციულ ფაილს MNT USB დირექტორიაში ეხოს გამოყენება. persistence part-ი იყო დანიშნული, ამისათვის ჩვენ უნდა გადავტვირთოთ კომპიუტერი და ჩავიტვირთოთ persistence რეჟიმში. ეს შემდგომ ყველანაირი ცვლილება, რომელიც იქნება persistence რეჟიმში გაკეთებული, იქნება შენახული. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მე კი გემშვიდობ.